მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ბლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ჩვენ ვიწყებთ ახალ ვიდეო ბლოგს. ამინდის შესაფერისი ცხელი სასმელი მოიმარჯვეთ, ასევე საქსოვი ნივთები, რაზეც ახლა მუშაობთ და ჩაუჯექით გემრიელად საყურებლად ამ ვიდეო ბლოგს. ეს იქნება გაერთიანება რამდენიმე კვირის ნაწყვეტების, იქიდან გამომდინარე, რომ წინა კვირას გამოვიდა ეპიზოდი და მქონდა გადაღებული პატარა ნაწყვეტები ვიდეო ბლოგისთვის, რაც არ გამომიქვეყნებია. ვეცდები, რომ ამ ბლოგში გავაერთიანო ეს პერიოდი და გაგიზიაროთ ყველა ის დასრულებული ნივთი, რაც მაქვს და განვითარება, ასევე პროცესები, რაც მაქვს ჩხირებზე, ყაიზნახზე რეალურად არ მაქვს არც ერთი პროცესი. ახლა ჩავრთავ აბსოლუტურად ყველა ნაწყვეტს, რაც მაქვს უკვე გადაღებული და ბოლოში დაგიბრუნდებით იმისთვის, რომ შევაჯამოთ მთელი ჩემი პროგრესი ბოლო პერიოდის მანძილზე. ეწიზე შემოსულ შეკვეთას ვქსოვ და ესე გამოიყურება. ახლა ძალიან დიდხანს არ მინდოდა ამ შეკვეთის მოქსოვა, მაგრამ ვალდებულებაა, გასაკეთებელია, გასაგზავნია და მიწევს. რატო არ მინდოდა? სამფერში იქსოვება და გაფორმება, რასაც ქვია, საყელო პლანკა და მანჟეტები იქსოვება მწვანე ფერში, რაც მერე კეთდება ზოგადად, იმიტომ რომ მოდელში მაქვს ეგრე მითითებული, რომ ვიწყებ საყელოთი, მერე მანჟეტები და ბოლოში ვქსოვ პლანკას ჰორიზონტალურად, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს და მერე ძაფების დამალვა და რაღაცები ძალიან მეზარება ხოლმე და ახლა გადავწყვიტე, რომ საერთოდ ახალი ტექნიკით მომექსოვა, ეს არის ინტარსია და ვქსოვ ცალ-ცალკე მაქვს გორგალი მწვანე ფერის მარჯვენა და მარცხენა პლანკისთვის. ოღონდ ამ შემთხვევაში ერთი გორგალიდან ორივე მხრიდან, ან შიგნიდან და გარედან ვიყენებ ძაბს. ერთ მხარეს იცვლება წითელი და თეთრი, მეორე მხარეს უბრალოდ რიგებზე ვცვლი. აქ თუ ვქაჩავ აი ამ თეთრ ძაბს, რომ ნაწყვეტების გარეშე გამომივიდეს და წითელს. აქ უბრალოდ ერთმანეთს ენაცვლებიან და არ არის გადაკვეთა წითელზე, თეთრი არ გვხვდება. აქ კიდე გვხვდება, იმიტომ რომ ესე რა ვთქვათ, მიმაქვს ქსოვასთან ერთად ეს ფერები. ესეთი მაქვს უკვე გუშინ საღამოს დავიწყე ამის ქსოვა, ესეთი განვითარება მაქვს და მიხარია, რომ როდესაც დავამთავრებ თვითონ კომბინეზონს, ანუ ცალკე მერე პლანკა არ მექნება მოსაქსოვი, რაც ძალიან არ მომწონს, არ მსიამოვნებს მღლის და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ მოდელი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან რაღაც საახალწლოა, ელფთან ასოცირდება და ძალიან კარგია, მაგრამ ესეთი მეთოდით მოქსოვილი ბევრად უფრო მომწონს, იმიტომ რომ კომფორტულია თვითონ ქსოვის პროცესში. თუმცა ერთდროულად სამი გორგალი ძაფის ქონა არ არის დიდად კომფორტული და პლუს ამას, როდესაც მწვანედან ორი წვერი მოდის, არც ეგ, იმიტომ რომ აი მაგალითად აქ ერთი მწვანე არის მუდმივად, აქეთ სამივე ძაფი ერთდროულად არის. და აი ეს გორგალი, ეს ნაწილი იქსოვება აქ, ეს ცალკე და ცალ-ცალკე ძაფებია, მოკლედ არც ისე სახარბიელოა, მთლად სწრაფი პროცესიც არ არის, თუმცა აი იმ პლანკის ცალკე მოქსოვას და აი აქთან ვქსოვ ხოლმე ზოგადად კიტლიოვკას, როდესაც ჯიბეში იმალება მთელი ეს ძაფების ცვლილება და ორივე მხრიდან მიწევს კიტლიოვკის გაკეთება, რადგან ერთი მხრიდან ფიზიკურად არ იქნება ლამაზი და მე მგონი, რავი, ესეც არ არის ცუდი და დიდად დისკომფორტს ვიზუალური კუთხით არ ქმნის და მით უმეტეს, როდესაც წინა მხრიდან აი ესე გამოიყურება, საერთოდ არაფერი არ ეტყობა. გარეცხვის მერე, როდესაც ეს ყველაფერი ჩაჯდება ხო საერთოდ. აქეთ არის მეორე მხარე, სადაც ფერები იცვლება და თან აი ჩანს კიდევაც რაღაც მომენტში თეთრი ძაფი.
მაგრამ რა ვიდიდათ მე არ მოწუხებს ახლა ეს ფაქტი. ყველაზე კარგი იქნებოდა რომ ნახრეტები ყოფილიყო აი ამ ნაწილზე და ეს ნაწილი როდესაც გადმოეფარებოდა ვაფშე არაფერი პრობლემა არ იქნებოდა და აი აქ ძალიან ლამაზად არის, თუმცა ამერია და ზოგადად აი ეს კუდი სადაც მოხალმე იქ ნახრეტებს არ ვაკეთებ, იქ ვაკერებ ღილებს, მაგრამ ამჯერად რაღაცა ამერია პროცესი და ეგრე გამოვიდა. მოკლედ, ესეთია ეს ნივთი. ჯამში უნდა მქონდეს 4 ღილი, მაქვს 2 გაკეთებული და ეხლა უნდა გავაკეთო მალე მესამე. მეოთხე ღილის გაკეთების მერე უნდა მოვგზავნო დაახლოებით 10 რიგი და დავიწყო გაყოფა იმისი შარვის ტოტების და მოიქსოვება. საკმაოდ მალე 29-ში უნდა გავგზავნო და დღევანდელი დღე მაქვს განკარგულებაში და ხვალინდელი დღის პატარა მონაკვეთი, ასე რომ დარწმუნებული ვარ შევძლებ ამ დღინახევარში, ასე რომ ვთქვათ, ამის დამთავრებას და 29-ში კიდე გაგზავნას. ასე რომ ესეთია ჩემი ელფის კომბინეზონის პროცესი. დღეს სალონში მივდიოდი ან პედიკურის გასაკეთებლად, ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი ხელები მაქვს და მქონდა დრო, რომ მომექსოვა, დავიწყე ესეთი შარფი დღეს და საკმაოდ აქტიურად ვქსოვე. ყველა მომატების გაკეთება მოვასწარი, სანამ იქ ვიყავი. მერე სახლში მოსულმა გავაგრძელე, რატომღაც ჩავფრთხვალე, რომ ძალიან ახლოს ვარ დამთავრებასთან და მინდა რომ დავამთავრო. ეს არის ყველაზე პოპულარული დანიელი დიზაინერი პედით ნითის სოფიის სკარფი, ანუ კრუასან შარფი მეორენაირად.
და უკვე ძალიან ცოტა დამრჩა და რომ დავამთავრო და მივხვდი რომ არც ერთი ნაწყვეტი არ მაქვს გადაღებული და არ მაქვს ნაჩვენები. ამის ეტიკეტი არის ესეთი, ეს არის ლამია ანგორა. რა თქმა უნდა, ანგორასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს სინამდვილეში, მაგრამ რავი 15% ანგორა აწერია. არ ვიცი ვენდო თუ არა აი ამ ეტიკეტს. 35% არის ვისკოზა, 50% პოლიამიდი. რეალურად 35% ვისკოზაც არის სინთეტიკა. და გამოდის რომ მხოლოდ 15%-ია ანგორა. შეიძლება ესეც არის, ანუ თლად იაფი არ ღირდა ეს ძაფი და შეიძლება ასეც არის და მართლა ანგორა არის შიგნით. რეკომენდებული ინსტრუმენტის ზომა უწერიათ 4 მმ. და 4 მმ, ესაა 4 მმ ყაიზნაღი. მე ვქსოვ 3.5-ზე და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ არ მომწონს ზოგადად თავისუფალი ქსოვა და არ მომწონს რომ აქსესუარები ძალიან მოფლაშულია, ამიტომ გადავწყვიტე რომ მაინც მჭიდრო იყოს. ზუსტად ამ ძაფით მაქვს მოქსოვილი წითელი შარფი და მაქვს ერთი გორგალი წითელი და ამის გარდა კიდე ორი გორგალი ესეთი. გეგმაში მაქვს რომ ყველა მათგანიდან მოგვსოვო ესეთი შარფები ან ქუდები ან რაღაცა მსგავსი აქსესუარები, რომ ანუ კიდე 3 გორგალიდან ესე რომ ვთქვათ კონკრეტულად, რადგან საჩუქრად ძალიან კარგი ვარიანტი იქნება ესეთი ლამაზი შარფები. ესეთი გეგმა. ამის გარდა სამსახურში დავიწყე აი ესეთი ხელთათმანის ქსოვა, რომელიც იქსოვება ქაშმირ 16 ფაინის ძაფით. აი ასე. ყოველი შემთხვევისთვის მეორე გორგალი წამოვიღე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ არ მეყოფა ერთი და ეს ზუსტად ვიცი იქიდან გამომდინარე რომ აი ეს არის ერთით რაც გამოვიდა. აი აქ მაქვს სულ ეს არის რაც დამრჩა. ეს არ ეყოფა ყველა თითის მოქსოვას. და თან წინა ვიდეოში ვლოგში ვთქვი რომ თუ გნებავთ მეთქი აქსესუარების ერთობლივ ჯგუფში მოხვედრა და რო გსოვოთ მეთქი ერთ-ერთი იქნება ხელთათმანი, რასაც დეტალურად აგიხსნით. თვითონ თითებიანი ხელთათმანი პატარა თითებით, სრულფასოვანი თითით, რომელიც ბოლომდეა დახურული, ბერეტი, ერთი აქსესუარი, მოკლედ დეტალებს ვიდეოს ბოლოში გაგიზიარებთ ყველაფერს, მაგრამ ერთ-ერთი ზუსტად იქნება აი ესეთი ხელთათმანი. და მეორე ესეთი, გადაჭრილი თითით. ეს ორი ვარიანტი, მათ შორის არის მცირედი სხვაობა, როგორ გავაგრძელოთ თითი და როგორ დავხუროთ და თუ გადაჭრილს ვაკეთებთ, ეს როგორ გავაკეთოთ. მოკლედ ესეთია ჩემი ქსოვის ისტორიები. აი ესეთი ორი ნივთი მაქვს ახლა პროცესში. აგაპეტრნა ძაფია დავარდნილი. ჩემი ფიშო რა თქმა უნდა აგერ არის მეორე მხარეს. ძინავს. გაბურძგნული. ახლა ჩავწერ ეპიზოდს, სადაც მექნება მისალმება და დასკვნითი და დავიწყებ ამ ვლოგის მონტაჟს. საკმაოდ დიდი ვლოგი გამოვიდა, რეალურად 2 კვირაზე მეტი მოცულობის არის. ბოლო პერიოდში, რაზეც მუშაობდი, სიმართლე რო გითხრათ, ყველაფერი უკვე აღარ მახსოვს, რაღაცები არის, რაც დავამთავრე და ვეცდები რომ ფოტოების სახით გაგიზიაროთ და რაღაცები არის, რაც ახალი დავიწყე და ვიდეოს ჩანართებით კი ნახეთ უკვე ეს ყველაფერი. და ახლა უკვე ვეცდები რომ თან გავიხსენო, ქრონოლოგიურად არ დავალაგებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მართლა არ მახსოვს, თუმცა ეს ხელს არ შემეშლის იმაში, რომ ვიმსჯელო, რაზე ვმუშაობდი, რა მომეწონა და რა არ. დავიწყებ იმით, რომ მაქვს დასრულებული პროექტები, ეს არის პირველი კომბინიზონი, თეთრი წითელი მწვანე, საახალწლო თემატიკის, რომელიც გავგზავნე ამერიკაში. ძალიან არ მინდოდა ამ ნივთზე მუშაობა, სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, არ ვიცი, ეწისთან გაქვთ თუ არა ურთიერთობა, მაგრამ ეხლა ცოტა გადახვევას გავაკეთებ და ეწისთან დაკავშირებით ვილაპარაკებ. ეწიზე ეს კომბინიზონი, აი ზუსტად რომ იცოდეთ, რა როგორ იყო. აღმოჩნდა რომ ეწიზე ეს კომბინიზონი მედო $58. გაიყიდა, უბრალოდ $65 მედო და ვინც იყიდა იმას ჰქონდა ფასდაკლების კუპონი.
გაყიდვის შემდეგ $58 შემოვიდა ეწის ანგარიშზე. ეწიმ ჩამომაჭრა თავისი საკომისიო და ანგარიშზე დამიჯდა $50. მერე Payoneers ვიყენებ თანხის გამოსატანად, ანუ PayPal-ი ჩავანაცვლე Payoneer-ით და Payoneer-ზე ამ კომბინიზონიდან დამიჯდა $42, ანუ 65-დან ხვდებით ხო, რომ 42-ზე ჩამოვედი. პლუს ამას ეს $42 არ არის თანხა, რასაც მე გამოვიტან, იქიდან გამომდინარე, რომ Payoneer-ი ცალკე პროცესს აიღებს ამ თანხის გადარიცხვაში ბარათზე, რომ მე ამ თანხის მერე გამოყენება შევძლო რეალურად და ჩავთვალოთ, რომ ეს $42-დან დამრჩა დაახლოებით 40. ვთქვათ, რომ $40-ია. $40-დან მაქვს საყიდელი ძაფი, რითიც ვმუშაობ და ამ შემთხვევაში ეს იყო Alize Bella 100 გრამიანი ძაფები 3 ცალი, საშუალოდ თითო როგორც ვიცი ღირს $6, ესაც $18 და გაგზავნა. გაგზავნაში შედის როგორც კომპანიის მომსახურების ღირებულება, რომელიც წაიღებს ამ ამანატს ამერიკაში, ასევე თვითონ შეფუთვა. შეფუთვა საშუალოდ დათვლილი მაქვს თავის ყუთიან, წიშვის ქაღალდიან, სტიკერიან, კონვერტიან, საფოსტო ბარათიან და ინსტრუქცია, რასაც ვუდებ როგორ გარეცხონ. ეს ყველაფერი ერთად მიჯდება $7. ეს ყველაფერი. $18 პლუს $7, $25 უკვე დავხარჯე. ღილები უბრალოდ დიდი ხნის წინ მაქვს შეძენილი დიდი რაოდენობით და პლუს ამას მოდით ამ $7-ში ჩავრთავ ასევე ღილები იყოს მეტზე ავდივარ ვიდრე 7, მაგრამ იყოს. ასევე ბირკა, რომელსაც ვაკერებ და zip პაკეტი, რომელშიც ვდებ ამ ღილს. დამატებით ყოველთვის ვდებ ხოლმე, რომ თუ ერთი დაკარგეს გქონდეთ სანაცვლო და აი ეს ყველაფერი ერთად გამომივიდა $25 არის ხარჯი. თვითღირებულება ამ ნივთის, რომ არ მივაქციო ყურადღება, რომ მე თვითონ მიმუშავე ამ ნივთის შექმნაზე. და როდესაც დავამთავრე, ანუ უკვე აღარ მინდოდა ამ ნივთზე მუშაობა, როდესაც დავამთავრე და ბოქსეტით გავგზავნე, ანუ ბოქსეტი კი არ არის რამეში დამნაშავე, ანუ ბოქსეტის ფასები მქონდა გათვალისწინებული შიპინგის ფასებში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამოვტოვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკამ დაამატა იმპორტის გადასახადი და ჯამში ამ ნივთის გაგზავნა დამიჯდა $30. ანუ 40-დან 30 გადავიხადე გაგზავნაში. $10 დარჩა და ამ $10-დან რო გადავიანგარიშოთ დღევანდელ კურსზე არის $27, ანუ 0 ჩემი შრომის ღირებულება. 0. აქედან გამომდინარე, მივხვდი, რომ ეწიზე დროის დახარჯვა დიდად ან არ უნდა დავხარჯო დრო, ან ფასები იმ დონეზე გავაძვირო, რომ მიღირდეს ამ დროის ხარჯვა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და ეწიზე ამერიკასთან მიმართებით, კონკრეტულად ამერიკასთან მიმართებით, გაგზავნის ღირებულება დავაწესე $30. რაღაცა მომენტში შეიძლება იმპორტის გადასახადი მომიწიოს მარტო 30, მაგრამ ეგ იქნება ნივთებზე, რომელიც $200 და $300 ღირს უკვე საწყისი. ამიტომ ჯანდაბას გადავიხდი. თუმცა ესეთ პატარა კომბინიზონებზე, სადაც ისედაც $65 იყო საწყისი ღირებულება და ცნობილ ჯამში ჩემ ჯიბეში მოვიდა 0, ანუ არავითარ შემთხვევაში არ მიღირს დროის ხარჯვა ამ საქმიანობაზე. ასე რომ ვერ ვიტყვი, რომ იმედგაცრუებული ვარ, ანუ არანაირი იმედებს არ ვამყარებდი ამასთან დაკავშირებით, რომ მე იმედი გამცრუებოდა, თუმცა ცოტა იყო საწყანი ფაქტია ის მომენტი, რომ საკმაოდ დიდი დრო დავუთმე ქსოვას და საბოლოო ჯამში არაფერი არ დამრჩა, არაფერი, გარდა იმისა, რომ ერთი გაყიდვა დამემატა ეწიზე, რაც არასერიოზულია ცოტა არ იყოს. მოკლედ, ესეთი იყო ამ ნივთთან მუშაობა, თუმცა თვითონ ნივთით ვარ უზომოდ კმაყოფილი და გადავწყვიტე, რომ ეს ნივთი დავარეკლამო გამარჯობა. მოვიდა. ეს ნივთი დავარეკლამო საქართველოში და გავყიდო საქართველოში, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ რატო ხარ მავნე? დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი შედეგი მექნება, ვიდრე ესე ამერიკაში 0 ცენტად გაგზავნის, ასე რომ ესეთი ცვლილებები მაქვს ეწისთან მიმართებით.
რაც შეეხება შემდეგ ნივთს, ეს იყო კაპრი, რომელიც მოვქსოვე. არ მახსოვს სიმართლე გითხრათ, წინა ვიდეოში კაპრი ორივე გაგიზიარეთ თუ არა, მოკლედ თუ არ მაქვს ნაჩვენები წინა ვიდეოში ამის მონტაჟის დროს ვნახავ, თუ არ მაქვს არ ვიცი ხმა გესმით თუ არა, წყალს მავს ძალიან ხმაური, მან და მაინც ეხლა მოუნდა. მოკლედ არ მახსოვს წინა ვიდეოში გაგიზიარეთ თუ არა ორი კაპრი, რომელიც მოვქსოვე, ერთი იყო მალინისფერი, ანუ დასრულებული გაგიზიარეთ თუ არა და მეორე იყო რძისფერი. დამკვეთმა წაიღო მხოლოდ რძისფერი და მალინისფერი დაგვრჩა მაღაზიაში, ნუ რა თქმა უნდა არანაირად არ განვიცდი ამ ფაქტს. და ანუ ესეთი ორი დასრულებული ნივთი მაქვს, რაზეც ვიმუშავე ამ პერიოდის მანძილზე, პლუს ამას ცალკე ვიდეოში რა თქმა უნდა უკვე გესაუბრეთ აი ამ ჟაკეტზე, კარდიგანზე, არ ვიცი რა დავარქო, პალტო იმდენად უცნაური ფორმა აქვს და სიგრძე, რომ ყველა აი ამ სახელს ითვისებს ძალიან მარტივად. და შემეშალა ანგარიში, არ ვიცი რატო გადავწყვიტე ესეთი დაანგარიშება, ანუ კილო და 200 იქ არისო, ან პასტას 50 გრამიანი ძაფები მქონდა 11 ცალი. ეს არის 550 გრამი, პლუს 150 გრამი მქონდა მირინოსი და ჯამში გამოვიდა 700 გრამი. ანუ რატო გადავწყვიტე რომ 1200 გრამი მოვქსოვე, არ ვიცი, მოკლედ ეს იყო 700 გრამი. და შემდგომ ეს მინდოდა რომ ხაზი გამესვა ამასთან დაკავშირებით, ანუ ესეც იყო რეალურად აი ამ ორი კვირის მანძილზე შესრულებული ნივთი, ანუ წინა ვლოგსა და ამ ვლოგს შორის და შემდეგი იყო ჩემი მამამთილისთვის განკუთვნილი ხელთათმანები, გადაჭრილი ხელთათმანები, რომელიც დავამთავრე და უკვე საკმაოდ აქტიურად არის მოხმარებაში, ამიტომ ვერ გაჩვენებ, თუმცა ზუსტად იდენტურია, რაც ჩემი მეუღლისთვის მოვქსოვე, ამიტომ დიდად ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. და შემდეგი, რაზეც ვმუშაობდი, უკვე აი ამ ყველაფრის მერე, ამ კარდიგანის მერე, ამ ჟაკეტის მერე, ცოტა იმედგაცრუების მერე, საკმაოდ დაღლილად ვიგრძენი თავი და მივხვდი, რომ მსურდა რაღაცა სწრაფი შედეგი და სწრაფი შედეგი იყო აი ესეთი სოფის სკარფი, რომელიც სოფის შარფი, რომელიც მოვქსოვე. ეს იყო ერთდღიანი პროცესი ზუსტად. როგორც პატარა ჩანართში ვთქვი, პედიკურზე ვიყავი სალონში და ვიფიქრე რომ ხელები თავისუფალი, ტელეფონში 2 საათი ჯდომა ნამდვილად არ მინდოდა და ესეთი ძაფი წავიღე, სანამ თან ვლაპარაკობდით მე და მასტერი გადავწყვიტე რომ პარალელურად მექსოვა და ესეთი საყვარელი შარფი გამომივიდა. ძაფები არ არის დამალული და პლუს ამას არ არის გარეცხილი, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ ნივთით, ისეთია, ისეთ ჭიდროა. და ვფიქრობ გარეცხვის მერე ცოტა უნდა გაიშალოს, იმიტომ რომ შემადგენლობაში არაფერი არ აქვს ისეთი, რაც ფორმას დაიჭერს, ანგორა ფორმას არ იჭერს, ვისკოზა ფორმას არ იჭერს. შესაბამისად, უნდა გაიშალოს, უფრო ცოტა დაგრძელდეს და ვნახოთ როგორი იქნება გარეცხვის მერე. აი ესეთი შარფი გამოვიდა, ეს არ არის ზუსტად 50 გრამი, დაახლოებით 5 გრამი დამრჩა 50-დან. შეიძლებოდა რა თქმა უნდა ისე გამომეთვალა ამ ყველაფრის ქსოვა, რომ მთლიანი გორგალი მეხარჯა, თუმცა როგორც არის. წინა ვერსიები მაქვს მონაქსოვი, როდესაც ორივე მხრიდან ხდება ნამატი და ესეთი სიმართლე რა ვთქვათ, უფრო მეტად მომწონდა. ანუ წინა ვერსია, სადაც ორივე მხრიდან ვაკეთებდი ნამატს და მე რაღაცა ტერიტორიას ვქსოვდი ნამატის გარეშე და მე ვიწყებდი მოკლებას. ამ შემთხვევაში უფრო გრძელი გამოდიოდა შარფი და უფრო კომფორტული სახმარი, მაგრამ ორიგინალი პეტიტ ნითის აღწერილობაში არის აი ესეთი სამკუთხედი დეტალით ცენტრში შარფი, სადაც ერთი მხრიდან ხდება მხოლოდ მატება და მე მგონი არავისთვის ამერიკას ნამდვილად არ გავხსნი თუ ვიტყვი როგორ იქსოვება, ანუ ვიწყებთ 6 თვალით, აი კორტის თვლებით და ყოველ მერვე რიგის მერე, ანუ ჩემ შემთხვევაში მე-9 რიგში ვამატებდი, ცალი მხრიდან ხდება მატება, როდესაც მივედით 21 ნამატი გავაკეთეთ, ვიწყებთ კლებას, იგივე მხარეს სადაც ვამატებდით, ყოველ მე-9 რიგში ვაკეთებ მოკლებას, ანუ არაფერი განსაკუთრებული ამ ნივთში არ არის. პლუს ამას აქვს ორი ვერსია ამ ავტორს, ეს არის small და აქვს კიდევ large, სადაც ანუ პირველი და მეორე ნომრებად აქვს დაყოფილი, მაგრამ რეალურად არის small და large. large შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი შარფი, რომელიც აი ამ ადგილას არის დაახლოებით აი ესეთი სიგანის და აქვს მესამე ვერსია
სოფი ჰუდი, ანუ სოფი კაპიშონიანი შარფი. ზუსტად ეგეთის მოქსოვა არ მინდა, ანუ არ რეალურად ძალიან მარტივია ტექსტური აღწერილობის გარეშე შემიძლია მოგვსოვო, თუმცა ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ღრმა კაპიშონი მჭირდება ჩემთვის თუ მოვიქცოვ, ვიდრე სოფი ჰუდს აქვს ორიგინალში. აქედან გამომდინარე, მირჩევნია, რომ ჩემით გადავიანგარიშო და დამოუკიდებლად მოვქსოვო. თან პლუს ამას, ანუ მე დიდად არ მიყვარს ნაკერების კეთება და ვფიქრობ, რომ დავიწყებ ზემოდან ქვემოთ ჯუდის თვლების ამოყვანის ტექნიკით. და თან ძაფიც მაქვს უკვე შერჩეული, ჩემივე მარაგებიდან მაქვს გაზალის მირინო, არა, გაზალის 175 ბული, თუ სწორად მახსოვს ესე ქვია, 100% მირინოსის ძაფია და მაქვს 4 გორგალი თითო ფერში, მჭირდება მოხერი ან ალპაკა აბრეშუმზე ან პოლიამიდზე, რომ ეს სიფუმფულე დავუმატო. და დავიწყებ ქსოვას და ძალიან დიდი იმედი მაქვს შვებულებამდე მოვრჩები ამ ყველაფრის მოქსოვას. შემდეგი ნივთი, რაც მოვქსოვე, ეს არის ჯერ არ არის დასრულებული სიმართლე რომ ვთქვათ. მოდი სანამ ამაზე გადავალ, გაჩვენებთ განვითარებას, რაც მაქვს. ასევე არ მახსოვს გაგიზიარეთ თუ არა, აი ეს დეტალი. ეს არის მე მგონი უკვე ვისაუბრე ამაზე წინა ვიდეოში, მაგრამ გამეორება ცოდნის დედაო, ვთქვამთ ასე რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს არის Drops Air, რომელიც მქონდა სულ 4 ცალი, 4 ცალით მოიქსოვა აი ეს ზომა. აქ მაქვს V-ფორმის საყელო, არა, V-ფორმის საყელო მაქვს, ერთი წამით უკვე მე თვითონ არ მახსოვს რა მაქვს. კი ბატონო, აქ მაქვს V-ფორმის საყელო, რომელზეც საყელოს ანუ პლანკა უნდა მოიქსოვოს დამატებით ცალკე. ვფიქრობ, რომ იქნება ჰორიზონტალური პლანკა. ან შეიძლება ვერტიკალურიც გავაკეთო, სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არ მაქვს ჯერ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა უკვე ზუსტად ვიცი, რომ მჭირდება 2 გორგალი Drops Air 08 კოდით. და ვაპირებ დროპსის ძაფების შეკვეთას, ასე რომ თუ გსურთ დროპსის ძაფების შეკვეთა მესხივულზე დამიკავშირდით და შემიძლია ჩემ შეკვეთაში ბარემ ჩავამატო სურველების ნებისმიერი რაოდენობა და დავამთავრო ეს კარდიგანი, ეს რო ვთქვათ, მოკლედ დროპსებ და პლუს ამას დროპსის სხვა ძაფების შეკვეთაც მსურს, უფრო მეტად მინდა აქცენტი გავაკეთო ალპაკა brushed alpaca silky და მოხერი, silky-დი. მე მგონი silky-დი ქვია. მოკლედ, Drops-ის მოხერი და Drops-ის brushed alpaca silky მინდა რომ შევიძინო და პლუს წინდის ძაფები. ასე რომ აი ესეთი ასორტიმენტი მინდა რომ ჩემთვის მქონდეს. შემდეგი განვითარება რაც მაქვს და სიმართლე რო გითხრათ. ცოტა არ იყოს არ ვიცი როგორ მოვიქცე, ჯერჯერობით დავაპაუზე იქიდან გამომდინარე რომ ძაფი საერთოდ არ მყოფნის და ჯერ გამოსავალი ვერ ვიპოვე, თუმცა გაგიზიარებთ რა ეტაპზე ვარ. ნაწყვეტებში როგორც ნახეთ, მოვქსოვე გაფორმება მთლიანად. ანუ მაქვს ამ ნივთზე უკვე პლანკა, აი ესეთი საყელო. აი ესე, საყელო და პლანკა მაქვს თავიდან ბოლომდე შესრულებული, უკვე მხოლოდ ღილები დარჩა რომ ჩავსვა. დაწყებული მაქვს მკლავი ერთსა და მეორე მხარეს, ანუ ორივე მხარეზე დავიწყე პარალელურად. აი ესე. ერთი ფრაგმენტი უზორის აქეთ უკვე გავაკეთე, მეორეზე ჯერ არ მაქვს გაკეთებული და აი ეს რაოდენობა ძაფის მაქვს დარჩენილი. რა თქმა უნდა, ეს არაფერს არ ეყოფა. ერთი ესეთივე გორგალი აუცილებლად მჭირდება, თუმცა მაგრამ მიყვარს ვიდეოს გადაღებები, იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც ვიდეოში რაღაცაზე ვლაპარაკობ ან ჩავფიქრდები, მომდის რამდენიმე იდეა გამოსავალის. ერთ-ერთია მაგალითად მაღაზია ტრისკელესგან მაქვს ეს ძაფი და ვთხოვ, ანუ გამოვაქვეყნებ იქ განცხადებას, რომ ვინც უკვე შეიძინა ეს ძაფი და რაღაცა რაოდენობა არ დაჭირდა, ან გორგალი აქვს, რომელიც არ ჭირდება და შეუძლია რომ დამითმოს, გამოვისყიდიდი სიამოვნებით და დავამთავრებდი ამ კარდიგანს.
მოკლედ რაღაცა გამოსავალი მაქვს მოსაძებნი. თეთრ ძაბს რაც შეეხება, ესეთი რაოდენობა მაქვს თეთრი და პლუს 1 გორგალი მაქვს და ეს არის 2 ცალი რომ მქონდა სულ, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, 2 ცალი თეთრით და 2 ცალი ბეჟით არის მოქსოვილი აი ეს რაოდენობა, ანუ 250 გრამით. და თან მე კალკულაციაში ძალიან მაგრად ვარ. 2 ცალი თეთრი და 2 ცალი ბეჟი 4 ცალი გამოდის და ეგ არის 200 გრამი. და თან სრულად არ მაქვს ჯერ მოქსოვილი. მივიღეთ აი ეს ზომა. და რეალურად რომ მქონოდა ის 1 ცალი ბეჟი და არ გადამეცვალა. მოვქსოვდი ამ კარდიგანს ყველანაირი პრობლემის გარეშე. ასე რომ აი ესეთი სიტუაცია მაქვს აი ამ კარდიგანთან. შემდეგი ნივთი, რასაც მინდა რომ გესაუბროთ, ეს არის ძაფი ქაშმირ 16 ფაინი, როგორც ერთ-ერთ ჩანართში უკვე გითხარით, კოდი 029 და აქ ქსოვ გადაჭრილ თითებიან ხელთათმანს. აი ამაზე მაქვს დარჩენილი 1 ნეკათითი, ხოლო აქ მაქვს დარჩენილი 2 არათითი და ნეკათითი. ჩავიცნობ ხარ რომ გაჩვანოთ როგორ გამოიყურება ხელზე, ჩემი ზომა არ არის, ეს არის მამაკაცის ზომა და როგორც კი დავამთავრებ, გავრეცხავ, მაგრამ რეალურად ჩემი ზომა რომ მომექსოვა, ჩემთვის პირადად ესეთივე გადაჭრილ თითებიანს გავაკეთებ. აი ესე გამოიყურება ახლა ეს ნივთი. ჭირდება აი ამ 3 თითის მოქსოვა და იქნება არაჩვეულებრივი აქსესუარი ზამთარში მათთვის, ვინც ატარებს მანქანას და საჭესთან თითები თავისუფალია. პლუს ამას ვიყენებთ ხშირად ტელეფონს, საფულეს, გასაღებს, შესაბამისად თითები გვჭირდება. რა თქმა უნდა, აქ შესაძლებელია ესეთი ჯიბის მოქსოვა, რომელიც შეგვიძლია თითებზე გადმოვიტანოთ, მაგრამ ჩემთვის ეგეთი მოდელები რაღაცნაირად ბავშვობასთან ასოცირდება და დიდად არ მიყვარს. მაგრამ დღესდღეობით თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩეფჩიკებს ატარებს ახალგაზრდა გოგოები და ქალები ქალაქში და ვაფშე არანაირი პრობლემა არ არის. ანუ ეს ცოტა ბავშვური მოდა შემოდის ზრდასრული ხალხის გარდირობში, ასე რომ მაგაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, უბრალოდ მე პირადად ჩემთვის ესეც არ მოვიქსოვდი. ეს არის სრული ასორტიმენტი იმისი თუ რა მაქვს ახლა ჩხირებზე და რაზე ვმუშაობ. პლუს ამას ერთი ნივთი არის სამსახურში, რომელიც პროცესში მაქვს, ეს არის ბასტათი მოქსოვილი კაპრი, რომ თითქმის დამთავრებულია, ერთი დეტალია დარჩენილი გასაკეთებელი და ამას უკვე შემდეგ ვიდეოში, შემდეგ ვლოგში გაგიზიარებთ. ამ ვიდეო ვლოგს რაც შეეხება, აუცილებლად მინდა გაჩვენოთ ასევე აი ესეთი ლამაზი წინდები, რომელიც მერგო საჩუქრად და ძალიან სასიამოვნოა ზოგადად მქსოველი, როდესაც ხარ შენ თვითონ და იღებ საჩუქრად ნაქსოვ ნივთებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თვითონ არასდროს არ გვცალია ჩვენი თავისთვის, ყოველთვის როდესაც რამე ნივთს გსოვთ, უმეტესწილად გათვლილია ხოლმე ან გასაყიდად, ან საჩუქრად, ან ვინმე გთხოვა და ვუგსოვთ, შესაბამისად ჩვენი თავისთვის დრო გვრჩება მინიმალური და აი ესეთი ლამაზი საახალწლო ფერებში წინდები მერგო საჩუქრად ძალიან ლამაზია, ძალიან კარგი შესრულებულია და თან ძალიან მიხარია, რომ ზოგადად კი მე თვითონ რა თქმა უნდა არაერთხელ გამიკეთებია სხვისთვის ნაქსოვის საჩუქარი და თითქმის ყველა ვიდეოში ვლაპარაკობ ხოლმე იმაზე, რომ ეს ამას ვუქსოვი, ამას იმას ვუქსოვ და ყველა შეკვეთა არ არის ხოლმე, არის მომენტები, როდესაც საჩუქრად ვუქსოვ, თუმცა ანუ იმდენად იშვიათად ვღებულობ მე თვითონ ნაქსოვ ნივთებს საჩუქრად, რომ ვერც კი ვიხსენებ მაგალითად ამის გარდა რა მაჩუქეს ნაქსოვი. რაღაცა არ მახსენდება ეგეთი, იმიტომ რომ ყველა ელოდება თითქოს რომ შენ თვითონ რადგან ქსოვ, შენ თვითონ გექნება იმდენი რამე მოქსოვილი საკუთარი თავისთვის, რომ მათი მხრიდან უკვე ისევ ნაქსოვი ნივთის გაკეთება, არ ვიცი, ვერ ვხსნი ამ ფაქტს. უბრალოდ, ანუ არ მახსენდება რაიმე ნაქსოვი რომ მიმეღოს მე თვითონ საჩუქრად. შეიძლება რა თქმა უნდა არის რაღაცა, მაგრამ ამ ეტაპზე არ მახსენდება.
უბრალოდ ესეთი წინდები მივიღე საჩუქრად. გაჩვენებთ ახლა ძაბს, რომლითაც გეგმავ ხელთათმანის მოქსოვას. ეს არის ალპაკა მირინო 160. ეს ძაფი მაქვს ძალიან დიდი ხანია უკვე, რეალურად 2023 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ანუ ეს ძაფი ასოცირდება იმ დღესთან, როდესაც შემთხვევით მოვხვდი მაღაზია ტრისკელეში, სანამ გაიხსნებოდა, ახალი დამთავრებული იყო რემონტი და შიდა ოთახების მოპირკეთება მიმდინარეობდა. შემთხვევით შევედი, იმიტომ რომ ერთ-ერთი სტენდი იყო უკვე დალაგებული და დამაინტერესა, იმიტომ რომ არ ველოდი, რომ ნიტპროს პროდუქცია ჩვენთან რომელიმე მაღაზიაში იქნებოდა და დამაინტერესა, შევედი და იმის მერე ესეთი საბედისწერო დღე იყო, როდესაც ჩემმა ფეხებმა ეს რო თქვა, შემთხვევით მიმიყვანეს ჩემი მომავალი სამუშაოს ადგილას, ანუ არ ვეძებდი სამსახურს, იურიდიული საქმეებით ვიყავი დაკავებული, იუსტიციაში დავრბოდი, მემკვიდრეობის მინდობილობა უნდა დამერეგისტრირებინა და მთელი ამბები, ანუ იურიდიული კუთხით ვმუშაობდი და შემთხვევით მოვხვდი ესეთ მაღაზიაში, სადაც ახლა უკვე რამდენია 2 წელიწადზე მეტია ვმუშაობ. ანუ რაც არსებობს მაღაზია, პირველივე დღიდან ვმუშაობ და ეს ძაფი კიდე ასოცირდება იმ დღესთან, როდესაც პირველად მოვხვდი ამ გარემოში. მინდა მოვიქსოვო ხელთათმანი, ეს ძაფი წესით საკმარისი უნდა იყოს, რომ მოვიქსოვო ხელთათმანი თითებიანი. ნაცრისფერი მაქვს ხელთათმანები, თუმცა მაქვს მუქი ნაცრისფერი და ეს არის ესეთი ლამაზი ღია ფერის, ცივი ფერის და თან ყველაზე მთავარი ესეთი ლამაზად გადავალთ შემდეგ თემაზე, თუ აქამდე უყურეთ ჩემ ვიდეოებს, ესე იგი გაინტერესებთ, რასაც ვლაპარაკობ და გაინტერესებთ ის, რასაც ვაკეთებ. წინა ვიდეოში გადაკვირით თქვი, რომ თუ დაინტერესება იქნება, მეთქი გავაკეთებ დახურულ ჯგუფს, სადაც აქსესუარებს მოვგსოვთ თქო და პირველ რიგში მინდა რომ ეს თემა განვავრცო, ანუ რა აქსესუარები იქნება და როგორი იქნება პირობები. პირობები იქნება შემდეგი, გადაწყვიტე რომ 4 აქსესუარი იყოს სულ და თითო კვირას გამოდიოდეს მასტერკლასი ამ დახურულ ჯგუფში ერთ კონკრეტულ აქსესუარზე. პირველ რიგში ეს იქნება აი ესეთი გადაჭრილთითებიანი ხელთათმანები, ანუ არა უთითებო, არამედ ცალ-ცალკე თითებიანი ხელთათმანი. დავიწყოთ ესეთი ნივთით და მერე უკვე თუ ვინმეს დაინტერესებს, შეგვიძლია მოვგსოვოთ უშუალოდ თითებიანი, იმიტომ რომ აი სულ მცირე ნიუანსი რჩება გასარკვევი თითებს როგორ ვგსოვთ და როგორ ვხურავთ თითების ადგილებს ისე რომ მაქსიმალურად ქარხნულს მივამსგავსოთ. ანუ ეს იქნება პირველი ნივთი და ზუსტად აი ამ ძაფით ვაპირებ რომ მოვგსოვო და თან ჩავწერო მასტერკლასი. მეორე ნივთი იქნება ბერეტი და დავიწყებთ კლასიკური ბერეტის ქსოვას, აი ამ თავისი არ ვიცი რა ქვია ქართულად, პიმპაჭკას ვარიანტი რო აქვს ხოლმე და მოკლედ ძალიან ისეთი. მინდა რომ კლასიკური ბერეტი მოვგსოვო და ფოტოს ჩაგირთავთ ან ვიდეოს ჩაგირთავთ. უკვე მაქვს არაერთხელ ეს ყველაფერი გაკეთებული და ზოგადად კომპლექტში ხელთათმანი და ბერეტი, აი ზუსტად მაგ ფოტოს ჩაგირთავთ, არის ძალიან ლამაზი. ეს იქნება მეორე აქსესუარი. მესამე აქსესუარი იქნება კაპრი, რომელიც წინა ვიდეოში გაგიზიარეთ და გაჩვენეთ როგორ ვგსოვ და ჩავრთავ ფოტოებს, რამდენიმე მაქვს უკვე შესრულებული და ჩემთვის ვაპირებ მოგსოვოს და პარალელურად გაჩვენებთ როგორ იქსოვება. და მეოთხე იქნება ზუსტად აი მოდიფიცირებული სოფი ჰუდი, ანუ ჩემებური ვერსია, როგორც მოვიქსოვდი და როგორც ვატარებდი დიდი სიამოვნებით ამ სოფი ჰუდს. ასე რომ თუ ეს ყველაფერი დაგაინტერესებთ, ანუ სოფი ჰუდი არის კაპიშონი, რომელსაც აქვს შარფი და რეალურად არის აქსესუარი 2 1-ში და შეგიძლიათ რომ ატაროთ როგორც კაპიშონი და შარფი და როცა არ გჭირდებათ მაგალითად თავზე ქუდის მონაცვლე იქნება და როდესაც ქუდი არ გჭირდებათ შეგიძლიათ გადაწიოთ უკან და დაიტოვოთ კისერზე მხოლოდ შარფი. ასე რომ თუ ეს 4 აქსესუარი გაინტერესებთ, აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში და ვიდეოს აღწერილობაში კიდევ იქნება დეტალები, როდიდან იწყება ღირებულება
და სად იქნება ეს მასტერკლასი. მაინც ყოველი შემთხვევისთვის აქვე გავაჟღერებ, რომ ეს ყველაფერი იქნება WhatsApp-ის დახურულ ჯგუფში. მაინ აქვე ვიტყვი ბარემის აღარ გაწვალებთ, ანუ ქვემოთ დავწერ ანგარიშის ნომერს, სად მოხდება თანხის გადახდა და რამდენია საჭირო და დანარჩენი ყველაფერს აქვე ვიტყვი. WhatsApp-ის დახურულ ჯგუფში დამატება შეგიძლიათ განახორციელოთ 15 ნოემბრამდე. 15 ნოემბრის მერე ვერავინ ვეღარ დაემატება ჯგუფში, იქიდან გამომდინარე, რომ მერე დამატებულები ძველ შეტყობინებებს, რასაც ვაქვეყნებ, ვერ ნახულობენ. აქედან გამომდინარე 15-მდე არის ჯგუფი ცარიელი, ვემატებით და ველოდებით, როდის დაიწყება პუბლიკაციების გამოქვეყნება. ეს იქნება ყველაფერი 28 დღიანი. და დეკემბრის შუა რიცხვებში დამთავრდება, ანუ ყოველი კვირა მიძღვნილი იქნება კონკრეტულად ერთ აქსესუარს და ერთი კვირის მანძილზე გექნებათ შესაძლებლობა მოგსოვოთ ეს ნივთი. რეალურად თქვენ თვითონ შეგიძლიათ აირჩიოთ და ან მოგსოვოთ ყველა, ან მოგსოვოთ რომელიმე კონკრეტული, ეს თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა იმ ღირებულებაში, რასაც მივუთითებ, მე გაძლევთ 4-ვე მასტერკლასს და თქვენ თვითონ ირჩევთ, მე გნებავთ 4-ვე მოგსოვოთ, გნებავთ მხოლოდ ერთი. პლუს ამას მინდა გავხსნა ისევ დახურული ჯგუფი ჯემპრის, რომელიც წელს თებერვალში მე მგონი ვგსოვეთ, Instagram-ზე იყო დახურული ჯგუფი და იგივე ჯემპრის საქსოვად გეპატიჟებით უკვე WhatsApp-ის დახურულ ჯგუფში და აქვე ჩავსვავ ფოტოებს, როგორი გამოვიდა ეს ნივთი, როგორც იქნა გავრეცხე, როგორც იქნა მოვაწესრიგე და გადავიღებ რამდენიმე ფოტოს, რომ გაგიზიაროთ როგორი გამოვიდა და თუ გსურთ მსგავსი ჯემპრის მოხსოვა, შეგიძლიათ დაემატოთ უკვე მეორე ჯგუფს და აღწერილობაში იქნება დანომრილი, ანუ პირველი აქსესუარების ჯგუფი, მეორე ჯემპრის ჯგუფი. ჯემპრის ჯგუფის ღირებულება იქნება როგორც წინაზე 25 ლარი, ხანგრძლივობა თვენახევარი და იგივე სახელწოდებით უბრალოდ WhatsApp-ში. ასე რომ თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, რომელი ჯგუფში გნებავთ გაწევრიანება. თუ გნებავთ და თუ შეძლებთ ფიზიკურად ამდენი ნივთის ქსოვაში, რა თქმა უნდა, ორივე ჯგუფში სიამოვნებით მიგიღებთ, მაგრამ შევაფასოთ ჩვენი ძალები რეალურად და გადავწყვიტოთ პრიორიტეტს, რომელს ვანიჭებთ. ახლა გავაგრძელებ გეგმებზე შემდეგი პერიოდის, რაც ისეთი ჩემთვის მნიშვნელოვანია. 16-ში მივფრინავ შვებულებაში იტალია, ჩეხეთი, ამ დაგეგმილი მაქვს ტური და ვიქნები იქ თვის ბოლომდე. შესაბამისად, მანამდე უნდა მოვამზადო ეს ჩვენი ვიდეო მასტერკლასები და ეტაპობრივად იქიდანაც შევძლებ ამ ყველაფრის გამოქვეყნებას. ეს არ იქნება არანაირი პრობლემა, იმიტომ რომ მასალა მექნება წინასწარ გამზადებული, ატვირთული და უბრალოდ გამოქვეყნებას გავაკეთებ ხოლმე იმ დღეს, როდესაც გვეკუთვნის ახალი ვიდეო ჯგუფში. თქვენ ამ კუთხით არანაირად არ დაზარალდებით. ცოტა არ იყოს ყელი გამიშრა უკვე. და ეს შვებულება ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მჭირდება პირველ რიგში მე თვითონ თბილი აქსესუარები, იმიტომ რომ ზოგადად თბილისში მაგალითად არ ვატარებ არანაირად ქუდს. და მაქვს ერთი წითელი ქუდი, მაგრამ მინდა რომ უფრო ნატურალურ ფერებში მქონდეს. პლუს ამას მე თვითონ მჭირდება ყველა ის აქსესუარი, რაზეც ახლა ვისაუბრე, ბერეტი, ხელთათმანები, კაპრი, ჰუდი, ანუ კაპიშონიანი შარფი, ეს ყველაფერი მე თვითონვე მჭირდება, ამიტომ სასწრაფო წესით მაქვს ეს ყველაფერი მოსაქსოვი. შესაბამისად, ამ პერიოდში შეკვეთებს არ ვიღებ, ვარ ორიენტირებული მთლიანად აი ამ ქსოვაზე და პლუს ამას ვიდეოების გადაღებაზე. და მჭირდება აი ესეთი დეკორატიული შარფები, რამდენიმე ცალი, რადგან მინდა რომ წავიღო საჩუქრად იტალიაში ყველა იმ ჩემთვის ძვირფას ადამიანს ჩავუტანო პატარა სუვენირი ჩემგან, ასე რომ ძალიან ესეთი აქტიური ქსოვა მელის და ბევრი აქსესუარები გველის მომდევნო ვიდეოში უკვე, ასე რომ დარჩით ჩემთან. გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ეს ყველაფერი და შეგახსენებთ, რომ თუ ამ ვიდეოს უყურეთ ამ ეტაპამდე, აი ეს სმაილი დამიწერეთ, რომ ვიცოდე, რომ ჩემთან ხართ და გაინტერესებთ ის, რაზეც ვლაპარაკობ. შემდეგი, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო და ისეთი საკმაოდ დიდი თემაა და ცალკე პატარა ბლოკივით მინდა დავუთმო, ეს არის
შევაჯამო სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდი. რა მოვქსოვე და რამდენი კილოგრამი იყო. რეალურად რა მოვქსოვე. ამის ჩამოთვლას ახლა არ დავიწყებ, იქიდან გამომდინარე. აბსოლუტურად ყველა ვიდეოში არაერთხელ მაქვს ნალაპარაკები ყველა იმ დასრულებულ ნივთზე, რაც მქონდა ამ პერიოდის მანძილზე და ყველაზე მთავარი ამ პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვქსოვდი საკუთარი მარაგებიდან და მინიმალური შენაძენები გავაკეთე. ჯამში ალბათ შენაძენებიდან მაქვს დაახლოებით 200 გრამი ძაფი, რომელიც არ ვარ დარწმუნებული, რომ 200 მაქვს. აი აქ დავწერ ზუსტად რამდენი გრამი მაქვს შეძენილი, იმიტომ რომ ეს არის მინიმალური. როგორც მახსოვს, ოქტომბრის დასაწყისში შევიძინე რამდენიმე გორგალი, იქიდან გამომდინარე, რომ დამაკლდა იმ ნივთებზე, რასაც ვქსოვდი და ეს არ არის რაღაცა დიდი რაოდენობა, ასე რომ აი ესეთი მონაცემები მაქვს. და შემდეგი პირადი მარაგებიდან მოვქსოვე ძალიან დიდი რაოდენობის ძაფი, მოვქსოვე რამდენიმე შეკვეთაც კი პირადი მარაგებიდან, რაც გამოწყვეტინოს ვიდეო და ცოტა იყოს დამამიწყდა რაზე ვლაპარაკობდით. ეხლა ვეცდები რომ გავიხსენო, მაგრამ სანამ გახსენების პროცესი მაქვს, აი ეს მინდოდა რომ მეჩვენებინა, ეს არის ჯემპრი, რომელიც დახურულ ჯგუფში ერთად ვქსოვეთ. და აღმოჩნდა რომ ჯერ ძაფები არ მაქვს დამალული, ანუ გავრეცხე ძაფების დამალვის გარეშე. და გავაშრე იმაზე გამათბობელზე, ძალიან ისე მალე გაშრა ერთ დღეში რეალურად. და ახლა ამას ორ თქლით მოვაწესრიგებ და ჩემი ზამთრის თბილი ჯემპრი მზად არის. რაც შეეხება საუბრობდი რამდენი ძაფი მოვქსოვე და რამდენი კილოგრამი მომაკლდა მომემატა. წინა თვეში, ანუ სექტემბერში უფრო სწორად, ძალიან დიდი რაოდენობით ძაფი მოვქსოვე პირადი მარაგებიდან და ეს ჩემთვის არის ძალიან კარგი мотиваცია იმისი, რომ მიზანს ესე იგი ასე თუ ისე ვუახლოვდები, მაგრამ ერთ-ერთ ვიდეოში გავაჟღერე, რომ 5 კილოგრამი მინდა რომ მოვაკლო მეთქი, ანუ თუ არ გავყიდე რაღაცეები, ანუ ვერ შევასრულებ ამ შედეგს, მაგრამ აქტიურად მივიწევ ამისკენ. რაღაცა ანუ ეხლა დავწერ რამდენი კილოგრამი ძაფი მოვქსოვე ჯამში ამ ორ თვეში და აი ესეთი კარგი შედეგი მაქვს. რეალურად მე პირადად ვარ ძალიან კმაყოფილი ამ შედეგით და თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ორ თვეში საქსო მანქანაზე არაფერი არ მომიქსოვე. ანუ ეს ყველაფერი არის ხელით. და აი ეს არის ციფრი, რომელიც მოაკლდა ჩემს მარაგებს აგვისტოს მერე და რამდენი დარჩა ჯამში და ასევე დავამატებ იმ რაოდენობას, რაც ვიყიდე, მაგრამ რა რაოდენობა ძაფებიც ვიყიდე, რეალურად ყველა იყო ნაყიდი შეკვეთისთვის ან ნივთის დასასრულებლად. შესაბამისად, იქიდან მარაგებში ალბათ ჯამში დამრჩა 50 გრამი. ასე რომ არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც მინუსში წამივიდა. ძალიან მიხარია ეს ფაქტი, ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს და მინდა რომ ესე გამაგრძელო მაქსიმალურად ჩემი მარაგებიდან. დიდი რაოდენობით ძაფი მოვქსოვე ჩემი მარაგებიდან. და იმიტომ რომ გეგმაში მაქვს შენაძენების გაკეთება, პლუს ამას შვებულების პერიოდში, ანუ რამდენიმე დღე ვიქნები მილანში და მილანში ზუსტად ვიცი რომ არის ძაფების მაღაზია, მისამართებიც კი მაქვს ამოწერილი, რომელსაც უნდა ვესტუმრო და ზუსტად ვიცი რომ იქ ისე ვერ გავჩერდები, რომ რაღაცა სიმბოლური შენაძენები არ გავაკეთო ძაფების და ის რაოდენობა მიმემატება მარაგებში, პლუს ამას დროპსის შეძენამ სურს და მაქვს სია გაკეთებული რა უნდა შევიძინო, ამიტომ ვიცი რომ დიდი რაოდენობა მომემატება და მაქსიმალურად უნდა ვიმუშაო მოკლებაზე. შესაბამისად 16 რიცხვამდე მაქვს დრო რაღაცა რაოდენობა ძაფების მოვიკლო მარაგებიდან და რასაც აქტიურად ვიმუშავებ. მოკლედ მისურვებთ წარმატებები. თქვენც გისურვებთ წარმატებებს თქვენ გეგმებში და თქვენ წამოწყებაში. იმედი მაქვს, რომ მართლა კარგად, მყუდროდ და სასიამოვნოდ გაატარეთ დრო ჩემთან ერთად. მადლობას გიხდით აბსოლუტურად ყველას, ვინც არ იზარებთ და მიწერთ კომენტარებს.
და წინა ვიდეოს კომენტარებით იმდენად მოტივირებული ვიყავი, ვერ წარმოიდგენთ. აი ფრთები გამომეზარდა ჩვეულებრივად. იმდენად დადებითი მამოტივირებელი კომენტარები იყო, რისთვისაც აი მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველას და მადლობა რომ თქვენ დროს უთმობთ ჩემ ვიდეოებს. ეს ჩემთვის დაუფასებელია მართლა. ასე რომ ესეთი ვიდეო ვლოგი გამოგვივიდა ამჯერად. იმედი მაქვს ყველაფერი იყო კარგი. კარგად გაატარეთ დრო, კარგი შედეგი გამოგივიდათ ქსოვის პროცესში, რაზეც მუშაობდით ამ ვიდეოს ყურების პარალელურად. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. ნახვამდის!